მასები გავიდი. ეგეთ ჩართეთ. ეგასული ვარ უკვე. არა, ეხლა ჩავ. მე აკეთებ ბატონო მშვიდობით და ხაზე ვარ. საღამოშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო, ეს ჩემი დაპირებული ლაივია, ჩვენ პრობლემა ჰქონდა, ვერ ჩავთეთ ბატონ დემური და ხალხის მოთხოვნა იყო დიდი რომ გამოსულიყავით პირდაპირ ეთერში ერთად და გვესაუბრა ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მე ვიდრე ბატონ დემურს ახლა პირველ რიგში მადლობას მოუხდი, ძალიან დიდ მადლობას მოუხდი, რომ მოგზაურდა ჩვენთან ეთერში. პირველ რიგში ორიოდე სიტყვით მადლობას მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა სოციალურ ქსელში ჩვენს პირდაპირ ეთერებზე აზიარებთ და ემაშია ჩვენი ძალა, ვინაიდან ჩვენ სხვა ეთერებს არავინ არ დაგვითმობს არც ტელევიზიებში. მხარდაჭერა მხოლოდ PKTV-სგან და თავისუფალი ახალისგან, მაგრამ ფაქტიურად უკვე ისინიც ვეღარ თვითავენ, იმდენად უჭირ და დახურისპირას არიან. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას გაზიარებებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი რაოდენობის ნახვა ჰქონდა ბოლო ლაივსაც 120,000 მგონი. ძალიან მიხარია, რომ ასევე ძალიან დიდი რეიტინგი აქვს ბატონ დემურს საქართველოს მოსახლეობაში. უყურებენ პოდკასტს YouTube-ზე, რომელიც მიყავს შესანიშნავ ქალბატონ მარიკა კუბლაშვილს. და მოკლედ აი და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე ბატონ დემურ. ფაქტიურად აი ამ 30 წლიან ამ 3 წლის მმართველობამ, აი ანტიხალხურმა მმართველობამ საზოგადოებაში გააჩინა უკვე აზრი, რომ შველას ეძებენ სხვაგან. აი ამერიკა გვიშველის, აი რუსეთი გვიშველის, არა ევროპა გვიშველის და აი თქვენ ხედავთ უკვე როგორი მდგომარეობაა, როგორი დაძაბული სიტუაცია არის ქვეყანაში, კეტებით დაძდევენ ერთმანეთს. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი აქ ამ ჩიხიდან, მე ვიძახი აი ამ მოკლე პერიოდში ჩიხიდან, თორე 3 წლის პრობლემაზე არ ვიძახი ჯერ, ამასაც შევეხები. აი ამ ჩიხიდან როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მოდით მთავარი რამე დავალაგოთ, ბატონ დავით, ჩვენი ინიციატივა რას უკავშირდება? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ამასაც შევეხები. ხო, ჩვენ გვაიძულა სიტუაციამ, ჩვენ არა ვართ რომელიმე პარტიის თქვათ წინააღმდეგი ამ შემთხვევაში, ჩვენ ხედავთ მახინჯ სისტემას, რომელიც წინა ხელისუფლებიდან გრძელდება და ჩვენ ვერ ხედავთ გარდამავალ პერიოდს, თუ როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში პოლიტიკური ცხოვრება გაწონასწორებული მსოფლმხედველობად განსხვავებული პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც შეთანხმებულია თამაშის წესებზე. ყველაფერი გამობული იყო ერთ კაცზე, ყველაფერი გამობულია ერთ კაცზე. ოპოზიციამ, პოზიციანა თუ ვინმეს გვარი სახელი აქვს და პოლიტიკური პარტია აქვს დარეგისტრირებული, 1-2 სამი პარტიის გარდა ყველანი არის მიბმული ერთი კაცის ფულს, ერთი კაცის ნებართვას და ასე შემდეგ. ბუნებრივია, მე ყველა ცოცხალ ადამიანს კარგად ყოფნას ვუცურებ, მაგრამ მარადიული ამ ქვეყნად არავინ არ არის, ხო სწორია, მით უმეტეს პოლიტიკაში. ამიტომ ის უდიდესი პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე გროვდება, ის მონგრეული პოლიტიკური სისტემა, ის შეუთანხმებელი პოლიტიკური ორგანიზაციები, შეუთანხმებელი საზოგადოება ამის გამო პერსპექტივას არსებობისა ფაქტობრივად კარგავს და აი ეს უნდა მოხდეს, ამის გარღვევა უნდა მოხდეს. აქედან გამოსავალი არის ერთადერთი რამ, ნორმალური პოლიტიკური სისტემა რომ აეწყოს, აქ უნდა იყოს ერთმანეთის გამაწონასწორებელი და დამაბალანსებელი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები, როდესაც საზოგადოება მიცის. აი ეს არის ეს პოლიტიკური ჯგუფი, რომლის უკან მარტო მისი ლიდერებია და უკან უფროსი არ აყავთ უფროსი ამერიკაში, არ აყავთ ევროპაში, არ აყავთ რუსეთში, არ აყავს ბიძინა, არ აყავს მიშა.
ამკეთებ ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი, ავიღეთ ჩვენ თავზე უდიდესი პასუხისგებლობა და ამის მარცხი არის ფაქტობრივად უდიდესი პრობლემების გაჩენა ქვეყნის წინაშე. ამიტომ სწორად დავუვაგდეთ. თუ საჭირო იქნება ქართული დიდი გაერთიანების შემდეგ რაიმე პოლიტიკური მოძრაობა, მე შემიძლია ძალიან თავამად გითხრათ, რომ ეს გაერთიანება, ქართველების გაერთიანება, არა მოძრაობა, არა პარტია, მთელ საქართველოში აი სათითაოდ დაარჩევს 100-მდე კაცს და არა ერთ 100 კაცს დავარჩევთ ჩვენ და წავიდგენთ საზოგადოებას, თუ საჭირო იქნება შემდეგი საქმიანობისთვის. ამიტომ დავუვაგდეთ, გამოსავალი არ არის ამერიკაში, არ არის რუსეთში, არ არის ევროპაში, არ არის ამ იდეოლოგიზირებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ გვჭირდება ხალხი, რომელიც ამ ქვეყნის უკვე სახელმწიფოდ ქცეული ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. მისი ყველაზე დიდი რესურსი ეს არის ქართული ხალხი. საქართველოს მოქალაქეები ჩვენ არ გავყოთ. ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი ინტელექტუალურად იზრდებოდეს, პროფესიულად იზრდებოდეს, შეთანხმებული ლეგალურ სფეროში საქმიანობით მატერიალურ წარმატებას აღწევდეს და ხელისუფლება ამას ხელს უწყობდეს. თუ ვინმე მეტყვის წინა ხელისუფლება, ან ეს ხელისუფლება, ან იმის წინ კიდე ამათი უფროსი ვინც იყო და მამამარჩენალი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება საქართველოს მომავალზე ფიქრობდა, მისი ხალხის კეთილდღეობაზე და წინსვლაზე, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არ არის. ესე იგი უნდა გახდეს ასეთი სახელმწიფო და აუცილებლად გახდება თუ მოვილაპარაკებთ და 31 მარტს ჩვენ საფუძველს შევუყრით ქართველთა დიდ გაერთიანებას, რომელსაც თავისი მცველობა ექნება. გამოსავალი არის ერთადერთ რამეში. თუ საქართველოში მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა ქართველების არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა მოუაროთ. და ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ არ გვინდა ჩელიაბინსკი, მიხდით მასხარაობამდე დავიდა. ქვეყანა დავიდა მასხარაობამდე. იდეოლოგიზირებულ მარაზმამდე და ჩვენ ამას უნდა დასაბამი დაუდოთ სულ სხვა რამეს და ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ დასრულდეს, რომ ნებისმიერი აქედან რაც მე დავასახელე არის არასიცოცხლის უნარიანი, არის კონიუნქტურული, არის თავსმოხვეული, ამიტომ გვინდა ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა უკვე ქვეყანა არ არის, ეს ქვეყანა სახელმწიფოა. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რამეა. სხვა რამეს მოითხოვს. სახელმწიფო მოითხოვს ყოველდღიურ თავის ტკივილს იმ ადამიანებისა, ვინც აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაშია, მოითხოვს ცოდნას, პოლიტიკურ პროფესიონალიზმს, მოითხოვს სპეციალობებს, მოითხოვს ფართო ინფრასტრუქტურას, რომ ადამიანები დასაქმებული იყვნენ და სტიმული ჰქონდეს წისვლისთვის. ვინ გაგვიკეთებს ამერიკელები თუ ევროპელებს თავისთვის ვერ მიუხედიათ და ისეთ დღეში არიან, ჩვენ მტერი იყოს იმ დღეში. ამიტომ გარღვევა გასაკეთებელი, ჩვენ ამისთვის მზათა ვართ და ვფიქრობ, რომ იმედი რო არ იყოს, რომ ქართველების საკმაოდ დიდ რაოდენობას უნდა თავისი სახელმწიფო, ეს არის მთავარი. შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა პროგრამებზე თუ იქნება საუბარი, დღეს პროგრამებზე არ არის, თორემ ვისადგნებობთ მე სტუმრეთ და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციით ტომებს გაჩვენებთ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამ ხელისუფლებამ იმნაირი კოალიცია შეარჩია იქ, რომ პროგრამა და წინსვლა კი არა, ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებდა და დღესაც ასე გრძელდება. ამიტომ პროგრამების დრო როცა მოვა ჩვენ აბსოლუტურად კონკურენტუნ არიან, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ვტყნებავთ, გაჩვენებთ, რომ მზათა ვართ იმისთვის, რომ იმ ხალხმა, ვინც პოლიტიკურ აქტიურობას მოკიდებს ხელს, ამაზე დაყრდნობით და კიდევ უფრო გაუმჯობესებით მიაღწიოს ყველანაირ შედეგს. გვინდა, გვექნება, არ გვინდა, არ გვექნება. მაშინ მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ვიღაცა გვიშველის. მოკლედ ბატონო დებურ, ევროკომისიის ასამბლეამ მიიღო 5 პუნქტიანი ესეთი დადგენილება საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა ახლა
სიხარულით ამცნობენ საზოგადოებას ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ეხლა მე წავიკითხავ და მე მაინტერესებს თქვენი ანალიზი ამ ყველაფერზე კომენტარი. ახალი პირველი პუნქტი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა უახლოეს თვეებში კაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და CSKO-ს პირობებში. პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი. პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე. მესამე. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება. მოძალადეებში როგორც ჩანს პოლიციას გულისხმობენ, ხო? რუსული კანონის მთლიანად გაწევა და ადმინისტრაციული სამართალდამცავების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება და მეხუთე. განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე. ეხლა რა მინდა თქვა ერთ პატარა კომენტარი და მე თქვენ ესე იგი ისეთი ტონით არის, ბრძანებული ტონით, საბჭოთა კავშირს ვებრძოდით და იქ არის ასეთი ჟანდარმები და რაღაცა ასეთი მეტი ბრძანებები. ეხლა თვითონ გერმანიამ პიროტექნიკას როსვოდნენ პოლიციელებს 5 წლამდე პატიმრობა გავზარდოთ, ამაზეო გავამკაცროთ საჯელიო და დავაპატიმროთო ისინი, ვინც პოლიციას როდა ამ პიროტექნიკას. ჩვენთან თურმე პოლიტიკური პატიმრები არიან, ესენი ვინც ცეცხლს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ და ეს ეხლა არის რაღაცა ორმაგი სტანდარტი, ხო? და პოლიციელების დაცვა იქ არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, აქ პირიქით მოძალადეებს უწოდებენ. და ეხლა რუსული კანონიზე მე აღარაფერს ვამბობ, ეს ყველა ამაზე ბევრი მსჯელობები მქონდა. აი სამარცხინო სიტუაციაში იგდებს მდგომარეობაში თავს ევროკავშირი, გვთავაზობს ყველანაირ აი მხოლოდ ამას, აი LGBT-ს, აი რუსთაველზე კალგოტკიანი კაცებმა ირბინონ, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და პომარწასულებმა და აი ეს ამორალური მამდე დავიდა ეს ლიბერალური ხელისუფლებები. თორემ მე ევროკავშირში იმას ავთვლი, ვინც მართლა კონსერვატიული ძალები. აი ეს M5 პუნქტზე მინდა ბატონო დემურ ეს არის ფაქტურად სუვერენიტეტის დაკარგვა რომ შევასრულოთ. იმდენად უსუსური დოკუმენტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეს დადგენილება მიუთითებს იმას თუ ევროპის ეს ორგანიზაცია რომელიც დიდ არაფერს წარმოადგენს რო გითხრათ სიმართლე მაგრამ ფეხის ხმასაყოლილი საქართველო არის ამ ორგანიზაციის წევრი და ეს ორგანიზაცია უპატივცემულოდ ექცევა პირველ რიგში საკუთარ თავს, იმიტომ რომ ასეთი პრიმიტიული ტექსტი, ასეთი პრიმიტიული ხუთი დადგენილება, რომელიც ახლოსაც არ არის რეალობასთან, არ შეეფარება უბრალოდ პროფესიული დონის პოლიტიკურ ორგანიზაციას, დაწესებულებას, ინსტიტუტს, ხო სწორია, მართალია ეს არ არის არც ევროსაბჭოს აღმასრულებელი ორგანო, არც საკანონმდებლო ორგანო, ცოტა სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზულ ანალიზს არ იმსახურებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არჩევნების ვადები ჩვენ არ გამოვდგებით ოცნების დამცველად, მაგრამ ჩვენ თავდადებული დამცველები ვიქნებით ქართული სახელმწიფოსთვის. ოცნება დღეს არის ხელისუფლებაში, თავი დიდად არაფრით არ გამოუჩენია და პირიქით, რაც დიდი ნდობა ქონდა ხალხისა წყალში გადაყარა, ახლა მით უმეტეს უკვე კარგად არიან და ხალხი საერთოდ ცალფერზე კიდიათ, მაგრამ ეს არ არის ოცნების სახელმწიფო. ეს არის ქართველების სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ამ სახელმწიფოს სახელით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთ კარგ ორგანულ თითოეულ ადამიანად თვლით თავს და ამიტომ ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს დავიცავ. ჯერ ერთი არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა, მისი რაობის შესახებ დასკვნები არსებობს და არავის არ გარედან უფლება თავს მოახვიოს ქვეყანას არჩევნები მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ძალები იმ მასშტაბით ვერ მოხვდნენ პარლამენტში როგორც არის. აბა ერთი ევროსაბჭოს
აკრძალვები რომ არ ყოფილიყო ოცნების მიერ და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიეცა თავისუფალად 12 წლის განმავლობაში ძალებისთვის ჩამოყალიბების საშუალება საქართველოს კონსერვატორია თავისი ბუნებით და არა ბიძინაზე დამოკიდებული კონსერვატული ძალა აუცილებლად ჩამოყალიბდება, რომელიც ითანამშრომლებს ლიბერალებთანაც, სოციალ-დემოკრატებთანაც, ლეიბორისტებთანაც, იმიტომ სხვანაირად პოლიტიკა არ დგება, ხო? მაგრამ ეს არ იქნება ვიღაცის აწყობილი სისტემა. ერთი არავის საქმე არ არის, როდით ჩატარდება ეს ჩვენი საშინაო საქმეა და ჩვენ ამას შიგნითვე დავალაგებთ. მე დღეს არ ვფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ ოცნების მომხრეები არანაკლები ტვინაკლულები არიან, ვიდრე იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ძალიან პრიმიტიული ხალხია, ხაც ვამბობ, ეს არის ჩვენი შიდა საქმე და დღევანდელ პირობებში ჩატარება იმ კარიკატურული პროტესტების ფონზე არჩევნებისა, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება, არ მოხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია სტუდენტები და თეატრის რეჟისორები განსაზღვრავდნენ პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობას. მეორე, ესე იგი, ეს არ არის ევროსაბჭოს საქმე და არ არის ეს ევროპის საქმე. მეორე, ეს არის პოლიტპატიმრები, ხო? ყველაფრის გაუფასურება ხო არ შეიძლება. ეხლა მერაბ კოსტავა იყო პოლიტპატიმარი და ამის შემდეგ ეს სახელი გადმოიტანოდა ქალს, რომელიც დასავლური დაფინანსებითაა და პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს, პოლიტპატიმარი უწოდო. კიდე გეუბნებით. მაგარი უზნეობა ახალგაზრდებს, რომლებსაც იმდენი ჭკუა არ ეყოთ, რომ შეერთებულ შტატებში რომ ნიღბიანმა ადამიანმა პოლიციელზე შეტევა განახორციელოს, ტყვია გარანტირებულია. მართალია მე ინიშნება, გამოძიება, რამდენად გადააჭარბა, არა, მაგრამ არა. თავხედობის უკანასკნელი საფეხური იყო, ხო სწორია? და ეს პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ვერანაირი კრიტერიუმით პოლიტპატიმარი ვერავინ ვინც ასეთ პროტესტებში მონაწილეობს და ხელისუფლება ჩვენ რას ვედავებით? ხელისუფლება ერთია და პოლიცია სპეცრაზმი უშიშროება სხვა საქმეა. ეს ხელისუფლება იქნება თუ ის ხელისუფლება იქნება, პოლიცია არ უნდა იყოს ქვეყანაში. სპეცრაზმი არ უნდა იყოს, ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან, ესე იგი ვიღაც ვიგინდა რაც შეუძლია პოლიციელი დგას და მივიდეს და ურტყას თავში ეს ხელისუფლების ბრალია თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ხელისუფლებამ როგორც 2023 წლის მარტში მოვლენებზე დარტყმის ქვეშ დააყენა პოლიცია, ისე დააყენა ამ აქციების დროს. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. პოლიციელი არ იღებს გადაწყვეტილებას ვინმე დაარბიოს თუ დაიჭიროს ან დააკავოს. თუ ბრძანება არ არის მიცემული და კანონდარღვევზე არა დემონსტრაციის გადაჭარბებისას, უფლებებისას რომ დაკავებული იქნას, პოლიცია თავისით ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ თავისთავად პოლიციელებზე შეტევა, ბიჭო, სახელმწიფო გინდოდეს და პოლიცია არ გინდოდეს, უშიშრებო არ გინდოდეს, სპეცრაზმი არ გინდოდეს, ასეთი. აბა როგორ შეიძლება ამნაირი ქვეყანა იყოს, მაგრამ ამ დამპალი იდეოლოგიით გონება გასრეცილი ხალხისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები არაფერს წარმოადგენს, ამიტომ არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არანაირი პოლიტპატიმრები არის ადამიანები, რომლებად ჩაიდინეს, რაღაც ქმედება, ადვოკატი აიყვანონ და კეთილი ინებონ სასამართლოზე და ამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა. შემდეგი რაზეც არის საუბარი, ეს არის პუნქტი, რომელიც ეხება რუსული კანონი და მოძალადეების პასუხისმგებაში. გასაგები, ვინ არის მოძალადეები? ევროპული პოლიცია როგორ მუშაობს დარბევებზე, ჩვენ ავხსნათ, ამიტომ თავისთავად აბსურდულია მეოთხე. ეს არის ტრაგიკომიკური სიტუაცია, რაღაც რუსულ კანონზე ლაპარაკი. ეს მიანიშნებს იმას, რომ ევროსაბჭოში ადამიანები კარგად არ არიან გაცნობიერებული თუ რასთან არის რისი რუსული კანონი, რა რუსული კანონი. საუბარია ანბანურ რამეზე. 32 წელია ეს სპეციალურად შექმნილი უცხო ქვეყნების მომსახურე ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას
არის აღბირახსნილი. თვითონაც ამ კორუფციაში არიან და ამ ეს აღიზიან. რა თქმა უნდა, ყველა დიდი ფული არის ეგრეთ წოდებულ ატკატთან დაკავშირებული, ყველასთვის ცნობილია და ეს ადამიანები ძირს უთხრიან ქართულ კულტურას, ქართულ სახელმწიფოს, ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ, რაღაც LGBT-ო, რაღაც უფლებებიო, სინამდვილეში ტყუილია ყველაფერი. დააკვირდით, რა კატეგორიის ხალხია ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში. რა არის? ახალგაზრდებს არაერთხელ მიმართე შენ იღებ უცხო ქვეყნის დაფინანსებას, ხარ პოლიტიკაში ჩამული და პოლიტიკური ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ხარ და არ გინდა დეკლარაცია წარადგინო, რა ფული მიიღე? აბა რაზე? აი, მე და თქვენ რაში გვეხება ეს კანონი? ამ ახალგაზრდებს მიმართავ, რაში გეხებათ ez კანონი? ვიღაც ჯგუფს მეხუთე კოლონას ამ სახელმწიფოს გაუცნობიერებელ, შეიძლება ასეც ითქვას, ტრებს, იმიტომ რომ ერთი უჯრის მეტი მათ ლიდერებს არ გააჩნიათ, მაგრამ დიდ ფულთან აქვს შეხება, ამიტომ ყველაფერზე მიდიან, რა შეგეხებათ თქვენ? არაფერში. ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე არის რომ ვიტყვიან არასერიოზული მუხლი და ბოლოს ის რომ ევროპული თქვენ კაი ხალხო 2025 წელია სულ ცოტა 32 წელია ნუ 94 წლიდან ინტენსიურად ხართ შემოსული საქართველოში სად არის ევროპული ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში სად არის თქვენ თვითონ თქვენი წინვალე საგანმანათლებლო სისტემა ამ LGBT-ით და ამ ნეოლიბერალიზმით გაანადგურეთ, ნახეთ გამოკვლევებია. მე ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ და ყველაფერს ვაკვირდები და ყველაფერს ვკითხულობ, რა უქენით. აიღეთ თუ გნებავთ წინვალე ფრანგი, ტოდი, ისტორიკოსი, კორიფეების მოსწავლე, როგორ წიგნი დაწერა დასავლეთის დამარცხება და რაც ამბობს, იგი მივიდა განათლების სისტემის დამხობამდე, რამაც ევროკავშირი დაამარცხა, ევროპა დაამარცხა, ეს გიგანტური უზარმაზარი ცივილიზაცია და თქვენ ადექით და ევროპული კლასიკური განათლების, კლასიკური მეცნიერების ნაცვლად გენუის მოდელი შემოგთავაზეთ და ჩვენი ძალიან მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა, რომელსაც პატარა ჭირდებოდა გაწმენდა ზედმეტი რამეებისგან, თორე აწყობილი სისტემა იყო, დაგვინგრიეთ და დღეს ახალგაზრდებს ქართული სკოლებიდან, რომელიც ერთ-ერთი ქართული საგანმანათლებლო სისტემა, ერთ-ერთი უკანასკნელია მსოფლიოში, ახალგაზრდებს სერიოზული პრობლემა აქვს ინტელექტთან დაკავშირებით, ტექსტის გაგებასთან დაკავშირებით, გადმოცემასთან დაკავშირებით და ეს არის თქვენი ევროპული ორიენტაცია. კი, მაგრამ ჩვენ ევროპა რომ გვინდოდა და ჩვენი ხალხის უდიდეს უმრავლესობას რატო გვინდოდა? იცით, ხედავდნენ იქ ქართველები კარგად აწყობილ ქვეყანას და იგივე ქვეყანა უნდოდა თაგაც, თუმცა არ იფიქრეს ქართველებმა ისინი როგორ გახდნენ ისეთები. მაგრამ ეს უკვე ჩვენი შეცდომა, თქვენ რაში მოგვეხმარეთ, მანახეთ, სად არის თქვენი რაიმე, რომელიც ქართული სახელმწიფოს მომავალთან არის დაკავშირებული, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს ევროკავშირის ვალი არ აქვს. ჩვენგან გაცილებით დიდი სარგებლობა აქვს ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ გვაქვს ევროკავშირისგან. თუ თქვენ ვიზა ლიბერალიზაცია გააკეთებთ, თქვენ ეს ბაზარი გჭირდებოდა, თქვენი ბაზარი ითხოვდა ამ კატეგორიის ბუშებს, ასეთ დაბალ ხელფასებზე ევროპაში არავინ არ მუშაობს და ჩვენი 100,000-ობით ქალბატონი წავიდა და კატორღულ შრომაში არის. იქ ახლა არ მითხრათ, ახლა სამეცნიერო კვლევით ცენტრებში არიან დასაქმებული და რაღაც ცნობილ ამერიკულ და ევროპულ ფირმებში და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ გჭირდებოდათ ჩვენ იმის გამო რომ ხელისუფლებები უსუსტესი აღმოჩნდა და ეკონომიკური სწორი პოლიტიკის ნაცვლად კიდევ უფრო გაძარცვეს ყველაფერი, ჩვენ მივედით აქამდე. ამიტომ ევროპის ვალი არ გვაქვს. მეორე, მთლიანად ტყუილზე აგებული პროპაგანდა.
სანქციებს დააწესებენ, ჩვენ აუ კრიზისში ჩავარდებით. რა სანქციები უნდა დაგვიწესოთ? თქვენზე არა ვართ დამოკიდებული. ჩვენ ეკონომიკურად ევროპაზე დამოკიდებული არა ვართ. რატომ? ეგრე არის სტატისტიკა ოფიციალურად. თქვენ ხართ მსოფლიოს მაქსიმუმ 1/3. 2/3 ჩვენთან არაფერი პრეტენზიები არ აქვს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპა დაგვიწესებს რაღაც სანქციებს, რა სანქციებს დააწესებს? თქვენთან მუშაობს ქალბატონები და მამაკაცები და ხელფას არ მიცემთ მათ? თქვენ საქმეს აკეთებთ. თქვენი ქვეყნის საქმეს, აბა მეტი რა არის? რომელი თქვენ ახართ საყრდენი საქართველოს ხელისუფლებამ 2014 წელი იყო, მოაწერა ხელი, მოდი ქუთაისურად ვიტყვი, სიაბანთ ხელშეკრულებას, რომელსაც ქვია ასოცირების ხელშეკრულება. დიდი ბაქი-ბუქი ატყდა, რომ საქართველო ევროპასთან აწერს და იქ ჩაწერილია სიტყვები, რომ ეს 4%-ით გაზრდის ეკონომიკას ყოველწლიურად. მაშინ ალდექი დავწერე სამეცნიერო სტატია, გამოქვეყნა კარგ ჟურნალში, არაერთი საელჩო მოვიდა ამ სტატიის გამო და ასე რატო ფიქრობ, ყველაფერი სამეცნიერო არ არის აქ იდეოლოგია და ორიენტაციაზე ლაპარაკი. რა შედეგს იძლევა საქართველოსის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება? ნულთან ახლოს. ჩვენ სხვაგან ვართ ეკონომიკურად დამოკიდებული და ამდენად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეს დადგენილება იმდენად უსუსურია, იმდენად პრიმიტიულია და იმდენად შეურაცხყოფს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ განხილვადაც არ არის. თავში გვაუხლია ამ ასამბლეას თავისი დადგენილებებით. არაფერი მათზე საქართველოში დამოკიდებული არ არის. რაც იზამენ კრიზისი ვერ გამოიწვევენ. მაშინ საერთოდ წააგებენ გეოპოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში. გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებსა. ამიტომ საქართველოზე ისეთი ზეწოლა ევროკავშირისგან ან ამერიკიდან, რომელიც შეცვლის ბალანსებს სხვა მხარეების სასარგებლოდ, არც ამერიკა ამაზე წამსვლელი და მით უმეტეს არც ევროკავშირი, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს სერიოზულ რეგიონალურ პოლიტიკურ მოთამაშესაც კი. ამიტომ პროპაგანდის შედეგი რომ არ იქ ხმაურია და ოპოზიცია რომ ყავს ასეთი დასავლეთ და მილიარდი დოლარი ჩადო ბოლო 30 წელი ამნაირ ოპოზიციაში, იმიტოა დასავლეთის ავტორიტეტი მაღალი ჭალებში საქართველოში. თუ ასე გააგრძელებენ, საერთოდ განულდებიან ამ ქვეყანაში, საქართველო კი აუცილებლად განვითარდება, აუცილებლად გაძლიერდება, იმიტომ რომ ქართული ხალხის დიდი ნაწილის სურვილი ეს არის. ევროსაბჭოს სურვილზე საქართველო ვერც გაძლიერდება, ვერც დასუსტდება. ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ამას მოუვლით ისე, როგორც შეეფერება ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ფანტასტიკურ კულტურას, ჩვენ ძალიან ქართველებს, რომელიც 32 წელია უბრალოდ დაამცირეს, შეურაცხყვეს, გააღარიბეს და გარეკეს საკუთარი ქვეყნიდან. ბანონდებო, თქვენ როგორც ექსპერტი, ერთად ამიფარეთ საქართველოში ექსპერტობის ისეთი რადგან ძალიან დიდი ალბათობით თქვენი ანალიზი, როგორც ანალიტიკოსი ამართლებს ხოლმე. წლების შემდეგ და ფაქტიურად ძალიან დიდი ალბათობით ამართლებს. მუდმივად გვეუბნებია, რომ ქვეყანაში ეკონომიკის იზრდება, ზრდა არის, ინფლაციის დონე იკლებს. მაშინ რატომ არის უმუშევრობა, რატომ არ იმატებს ხელფასები, რატომ არ იმატებს პენსიები, რატომ არ იმატებს ექსპორტი და რატომ გარბის მუდმივად ჩვენი ახალგაზრდობა ქვეყნიდან? ამ თემაზე
თქვენ გასაგებად იცით ხოლმე ხალხის გასაგებიანაზე რომ აუხსნათ. მოდით დავალაგოთ ყველაფერი, ნეტარი კარგად იყოს ყველაფერი. მე რა მინდა იცით, მე მინდა ერთ-ერთი გადაცემა ისე იყოს აწყობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კაი რამე გააკეთოს და მე მოვდიოდე სიხარული და ვთქვა, რომ ეს რა კაი რაღაცები გაკეთა. ადამიანი, რომელსაც კაის დანახვა არ შეუძლია, საჯარო პირი არ შეიძლება იყოს. ამიტომ მე ძალიან კეთილი განწყობილი ადამიანი ვარ. პირობას გაძლევთ და ღიად ვამბობ. პარლამენტში მიშა სააკაშვილთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა გარკვეულ დონემდე და რომ მოვიდა მე დავშორდით, იმიტომ რომ მე ვიცოდი საით წავიდოდნენ. ხელისუფლებაში რომ მოვიდა და დაეძახა და ეთქვა დღედაღამ იმუშავე. უბრალოდ არავინ არც თანამდებობა არა დღედაღამ ვიმუშავებდი, იმიტომ რომ მე მიშა სააკაშვილზე კი არ ვიმუშავებდი, ჩემ ქვეყანაზე ვიმუშავებდი. როდესაც 2011 წლის ნოემბერს ორმა ძალიან ღირსეულმა კაცმა დამირეკა და იქნებ მოხვიდეთ და ოცნება რაღაცა მოძრაობა შეიქმნა, მაშინ ოცნება იყო და მოგვეხმარო ამ როარს როგორ ვიტყოდი. მივედი და დღედაღამ მუშაობდი, თუმცა ვხედავდი რა უბედურებაც ხდებოდა იქ და რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი არ დამიმალავს. ნეტავი კარგად იყოს საქმე. დღევანდელ სიტუაციაში ყველაფერი არის მანიპულაციის დონეზე. 12 წლის უკან ქვეყნის საგარეო ვალი იყო 4 მილიარდ 100 მილიონამდე. დღეს არის გაურმაგებული. ესე იგი, ვალების ხარჯზე ხდება გარკვეული რაღაცები, მანიპულაციები და აქედან საკმაოდ დიდი ნაწილი კორუფციულ სისტემაში იბიდნება, რომ იტყვიან. მერე იყო ბელორუსიის იყო უკრაინის მოვლენები, იყო ბელორუსიის მოვლენები, იყო რუსული მოვლენები ოპერაციის დაწყებასთან და 100,000-ობით ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში. ბუნებრივია, ისინი შემოვიდნენ ახლო ცნობილ, მათთვის ცნობილ ქვეყანაში. სწორად გააკეთეს, იმიტომ რომ ჩვენები საწავიდნენ, როცა ძალიან გაჭირვება იყო. ახლო ქვეყნებში ეს მერე და მერე დაიწყო ევროპაში და ამერიკაში გასვლა, ხო სწორია? მათ შემოიტანეს უამრავი ფული, მათ გახსნეს 1000-ობით ფირმა. შიგნით რეალური სექტორი ქართული ეკონომიკისა ძალზე მწირია, ძალზე განუვითარებელია, ფაქტიურად მარტივ კვალწარმოებაზეა აგებული, ამიტომ მათ არ შეუძლია ის მთავარი, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის მცდარი. რატომ არის მცდარი? მოდით ახლა დავალაგოთ ეს. როდესაც შენ ამბობ, რომ ჩემი ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი, ანუ სექსუალურად ამბობენ ეკონომიკის დრაივერიო, გაგიგდა რა უყვართ ეს სიტყვები, ხო? ანუ მამოძრავებელი არის ტურიზმი და თურმე ტურისტული ინფრასტრუქტურაა. სად ნახეთ თქვენ ტურიზმით განვითარებული ქვეყანა? ევროპული კრიზისის დროს ორი გიგანტი ტურისტული სახელმწიფო, რომლის მსგავსი ვერასდროს ვერ იქნება საქართველოს, საბერძნეთი და ესპანეთი ლამის გაკოტრდა, იმიტომ რომ ეს სხვა რამე. მეორე თავარი მთელი ეკონომიკის არსი ის არის, რომ დიდი დამატებული ღირებულების შექმნა. რასაც ხარჯავ, იმას დიდი, რატომ არის? ამერიკული ინოვაციური პროდუქცია, აიღეთ აიფონები, რაღაცები, ის დამატებული ღირებულება და ტურიზმი. აი რაც უნდა გაკაჩო, გამოკაჩო, დიდი შეიძლება 50% დახარჯული ფულისა, პლუს მინუს, მეტი ვერაფრით ვერ ამოიღებს, არ არის ეს ისეთი სფერო, რომელიც დიდ უკუგებას. ცხადია, როცა ასეთი ზღაპრული ქვეყანა გაქვს, ტურიზმი შენ ეკონომიკურ სტრუქტურაში იქნება ერთი კარგი, რაცია ლაპარაკი, კარგი სეგმენტი. აბა როგორ ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩამოვა? გააჩნია რა ორიენტაცია აიღებ მასობრივ ტურიზმზე, თუ უფრო მაღალი დონის ტურიზმზე, რომ კიდევ უფრო მეტი ეფექტური იყოს. არა, ჩვენ გაუგებარი სიტუაცია იყო, ამიტომ ყველაფერს ვედებით ამ ტურიზმში, შედეგი არის ძალიან ცუდი და შედეგი იქნება ძალიან ცუდი, ქვეყანა არ ვითარდება. მწირი რესურსი იხარჯება არაეფექტურად, მაშინ როდესაც ყველაფერი უნდა გადაყვანილი იქნას ინოვაციური ეკონომიკის რელსებზე.
ქართველი ახალგაზრდები არის გენეტიკურად საოცრად გონება გახსნილი ადამიანები. მე მიმუშავია, მუშაობ, მთელი ჩემი ცხოვრება ინსტიტუტში ვმუშაობ. ურთულესი საგნები მაქვს წაკითხული, აი მათემატიკისა და რომ იტყვიან საინჟინრო განათლების შესაყარებზე. მე ვიცი ძალიან კარგად რა შეუძლიათ ქართველებს, საოცარი რამე შეუძლიათ. იმის ნაცვლად ჩვენ გავაძლიეროთ ის სპეციალობები, რომელიც სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს ქმნის. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი თუ არა გაქვს, შენ ვერ განვითარდები, აბა ტურიზმით განვითარებული ქვეყანა, მენეჯმენტი და რაღაც სპეციალობებით გაბიდნეს მთელი ინსტიტუტები შეყარეს ეს ახალგაზრდობა, მენეჯმენტით პროგრესი ვინ გაიგონა? მართლა ეს არის მეორადი სპეციალობა, რომელიც ნებისმიერ კაცს, რომელსაც გონება აქვს თავის სფეროში მართვის დაუფლება თუ უნდა, რამდენიმე თვიან კარგ კურსებს გაივლოს და შესანიშნავ მენეჯერად ჩამოყალიბდება. მე ამის დასამტკიცებლად ერთ ძალიან კარგ რამეს მოგიყვებით. ეხლა სანქცირებული, თუმცა ცნობილი მილიარდერები, როგორც არის რუსი აბელი და მეორე აი ალფა ბანკის და ამის მფლობელები, მე ინგლისში იყვნენ და ასე შემდეგ. ეს ხალხი არის, ეს ორი ადამიანი მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. ეს კი მსოფლიო დონის საოცარი ინსტიტუტია. მის ინტერვიუ მე ვნახე თავის დროზე, როცა ბანკი გააკეთეს და მე არაფერში არ მჭირდება საბანკო სპეციალობა დამთავრებული ადამიანი, რომლებმაც დაამთავრეს ასეთი, ხო, საბანკო საქმე. მე ავიყვან ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულს და 6 თვის მერე მე მეყოლება ისეთი ბანკირი, რომლის მსგავს ვერანაირი საბანკო სპეციალობა. რატო? იმიტომ რომ ის ფუნდამენტალური განათლება მომენტალურად იძლევა გადასვლის საშუალებას ქართველი ახალგაზრდების ნიჩს და უზარმაზარ პოტენციალს კლავს საქართველოს ხელისუფლებების დამანგრეველი საგანმანათლებლო პოლიტიკა ანადგურებს მაშინ როცა ჩვენი რესურსი არა ევროკავშირია, არა ამერიკა, არა რუსეთი, არამედ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც უნდა სწორად მიმართოს. ჩვენ რას ვაკეთებთ? წერა-კითხვა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ და წაკითხულიდან ტექსტის შინაარსის გამოტანის პრობლემა ქართველად სამაგიეროდ თახსირი იდეოლოგიით ისია გაბედნული ახალგაზრდის გონება, რომ საერთოდ დაკარგული აქვს სახე. ეს ჩვენი პრობლემა. ჩვენ უნდა გავასწოროთ ეს მთლიანად დაინტერესებულმა ქართველებმა. ამიტომ თქმა იმისა, რომ ჩვენ რესურსი, ჩვენ გვაქვს მატერიალური რესურსი, ჩვენ გვაქვს ფინანსური რესურსი, იცით ბანკში დეპოზიტებზე რამდენი ფულია, რატო არ მიდის ეკონომიკაში? და ამ პროფანული ეკონომიკური განათლების, ესა დანაშაული, რაც საქართველოს ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, სპეციალობა ეკონომიკა, ეს ყველგან არ არის, რამდენიმე ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული უნივერსიტეტია. ეკონომიკა და ფინანსები რასაც ისწავლება. აი, საჯაროდ ვაცხადებ. ერთ სტუდენტს, ერთ მაგისტრატს, ერთ დოქტორანტს თუ მომიძებნით ვინმე, ვისაც მე გადაუშვი ცნობილი უნივერსიტეტის სასწავლო კურსებს და თუ წაიკითხავს, გაგებით რომ ვერ გაიკეთებ, თუ ტექნიკურად წაიკითხავს, ვერ წაიკითხავს. აქედან გამოდიან ამბიციური, ხო იცით, პრესტიჟულ ჭალებში უნივერსიტეტში დამთავრებული ხალხი და ბოდავენ სისულელეებს, რომ თავობა უნდა ერეოდეს, ეს დაბალი გადასახადები, ესენი აბსოლუტურად არაპროფესიული განცხადებებს რა გვიკვირთ. ვინ აკეთებს ამას? აკეთებს ის ხალხი, ვისაც თავისთავი ეკონომისტები გონიან და ასწავლიან იმას, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი. ამიტომ რესურსი გვაქვს, სახელმწიფო პოლიტიკა გამანადგურებელია, ქვეყანა პრობლემის წინაშე და ხალხი გარბის. როგორ შეიძლება ქვეყანაში 10-12%-იანი ზრდა იყოს და ქართველი თავისი ბუნებიდან ქვეყნიდან გარბოდეს? ქართველს აქ ურჩევნია ნორმალურად იყოს
და კონდეს ცოტა უფრო დაბალი, მაგრამ ისეთი რომ ცხოვრება არ იყოს ეს მოგუნული და არ იყოს სულ კაპიკების დამთვლელი, ხო, ქართველი ხო ბუნებით ჩვენ ხო ვიცით როგორია. გარბის იმიტომ რომ აქ გადაუკეტეს გზა და გადაუკეტეს შეგნებულად. მიგრაციას რა ფარული მიზნები აქვს, მე თუ უნდა ავხსნა, მე ავხსენი ეს. როცა დავასახელე ის დემოგრაფიული კატასტროფა, რომლის წინაშე საქართველოს და ერთი ამბავი ატყდა ამაზე და ღმერთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ ერთი სიტყვაც ტყუილი არ მithქვამს და როცა ამას მე ვამბობდი, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემის გამო ვამბობდი, თორე ოცნება და ნაცმოძრაობა ძალიან ცოტათი მაინტერესებს, რო გითხრათ სიმართლე. ეს არის პრობლემა და ეს თუ დაიღუპა, მე გინდა ოცნება იძახეთ, თქვენ და გინდა ნაცმოძრაობა, აზრი არაფერს არ ექნება. ამიტომ ყველაფერი ტყუილია, ეს არის ვალებით, ეს არის ცხბისი ფულით და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველი ქვეყნიდან გასული ხალხი 8 მილიარდ ლარამდე ფულს აგზავნის გამქვეყნაში და ეს ციური მანანასავით ებკურება ამ უვარგისი მთავრობის უვარგის ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს 8 მილიარდი აქ არ არის გამომუშავებული. ამგენმა შემოგიტანეს რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ეხლა მოიკლო, წელს მოიკლო გასულ წელს რუსეთიდან, იმიტომ გასაგებია ზოგი დაბრუნდა, ზოგმა აქ დაიწყო მუშაობა, უკვე იმხელა ინტენსივობის გადმორიცხვები ვერ იქნება, მაგრამ მაინც მაღალი რჩება და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ისეთი ზრდა გვაქვს, მეტი რო არ შეიძლება. ზრდა ნიშნავს ადამიანთა კეთილდღეობის ზრდას. რაც შეეხება ინფლაციას, ამაზე დიდი ტყუილი. კი მაგრამ მე და ჩემი მეუღლე თითქმის ყოველ დღე დავდივართ მაღაზიებში, ხო? როცა მას არ შეუძლია, მე მივდივარ. ერთი წლის წინ რაც იყო საქონელი, თუ გაორმაგებულია, თუ გასამაგებულია და არავითარი წამლები იგივე მდგომარეობა, კი მაგრამ ინფლაცია დაბალი როგორია, მაშინ ყველაფერი სწრაფად რატო იზრდება? რაც ქვია ინფლაცია, მაშინ უნდა მითხრათ თქვენებურად რაც ქვია ინფლაცია. მე ვიცი რაც ქვია ინფლაცია. მე ვხედავ რომ საშინლად ცუდი მდგომარეობა, იმიტომ რომ ოფიციალური შემოსავლები საქართველოს უდიდესი რაოდენობის მოსახლეობისა ვერაფრით ვერ ეყოფა ელემენტარული ნორმალური მდგომარეობით არსებობის შენარჩუნებას. რომ არა გარედან გადმორიცხვები, გარბიან და ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ აქ გააჩინოს სამუშაო ადგილები, ხასოზამ არ გააჩენს, მიზან მიმართულად არ გააჩენს სამუშაო ადგილებს, იმიტომ რომ რაც მალე გაიხვეტება ქართველები ამ ქვეყნიდან, მით უკეთესია. გვინდა ასე, კი ბატონო, გვექნება ასე. ჩვენ არ გვინდა ასე, სწორებად. ამიტომ ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და თუ კარგს გააკეთებს ხელისუფლება, ჩვენ ახლა ავტომატები არ აგვაქვს შენახული და არ ვაპირებთ ავტომატებით გამოვიდეთ ქუჩაში და არიქა ოცნებად ჩამოვაგდოთ და ჩვენ გვინდა რომ რა ხელისუფლებაში ხართ, ასე ხართ თუ ისე ხართ, მოდი გააკეთეთ ქვეყნის საქმე. კარგს გააკეთებთ, ვიტყვით რომ კარგია, მაგრამ არაფრის გამკეთებლები არ ხართ, ხაზს უსვამ. თუ გნებავთ სანაძლეოს დაგიდებთ საჯაროდ, რომ თქვენ კარგის გამკეთებლები ვერ ახართ. ერთადერთი რაზეც წარმოაგეთ თქვენი მხალდაჭერები, ომს აგვაცილაო. ახლა რას გეტყვით, იცი? თუ რუსეთთან თქვენ ომს აპირებდით, პირველ რიგში თქვენ განადგურდებოდით. გასაგებია, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა, მაგრამ თქვენ არ იქნებოდით არც ერთი ხელისუფლებაში. სად იქნებოდით, კიდე საკითხავი. ამიტომ ამ საცოდავ ხალხს იქამდე ნუ დააჩლუნგებთ, რომ მადლობა ახდევინოთ, არიქა, ესე იგი ომს აგვაცილაო. თქვენი თავი გადაიჩინეთ. ეხლა დატოვეს და სწორად გააკეთეს ყოჩა საპარლამენტო ასამბლეა მიატოვეს, საერთოდ უნდა მიატოვონ, იმიტომ რომ მათ
თავიანთი პირველი პუნქტის მოთხოვნით საფრთხე შეუქმნეს ოცნებას ხელისუფლებაში არსებობის. ახალი არჩევნები დანიშნეო. გასაგებია, რომ ამ მონგრეულ სიტუაციაში ისე ოცნება და ეს 4 პარტია გადინაწილებს, ხო, როგორ ამერ გადაუთამაშებენ ოცნებას ვარიანტს და დატოვებენ საერთოდ კოალიციის გარეთ. გავიგეთ, ხო? ამდენი კი ეციან ოცნებამ, ამიტომ კარგია რომ წამოხვედით, მაგრამ წამოხვედით და გაბედეთ ეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მოდი ახლა რა კი თქვენ ახართ ამ წუთში და ჩვენ ფირწლებით გამოკიდებას არ ვაპირებთ, გააკეთეთ კარგი და პირობას მოგცემთ, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც იტყვის, რომ რა კაი რაღაცა გააკეთა ხელისუფლებამ თქო, მე ვიქნები, იმიტომ რომ მაგრამ ის მოძრაობა, ის ინიციატივა, რომელიც პატივი მაქვს ამ ადამიანებთან ერთად ვიყო დავიწყეთ, ეს არ გაჩერდება, იმიტომ რომ მას აქვს ფუნდამენტალური მნიშვნელობა. ჩვენ პოლიტიკური თამაშის წესებს უნდა ჩაუყაროთ ის მყარის საფუძველი, რომელზეც განვითარდება ქართული სახელმწიფო. აქ უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უფროსის გარეშეა. მისი პოლიტიკური ლიდერები იქნებიან მისი უფროსები და ყველა ქართველს ეცოდინება, რომ თუ მხარი დაუჭირ ამას, ეს ადამიანი ადგენს მან წინაშე. არა ბიზნეს ნებართვით, არა მიშას ნებართვით, არა ამერიკელების რუსებთან სირბილით, რუსებთან დალაგდება ურთიერთობა, როდესაც გონიერი ხალხი იქნება ამერიკელებთან შესანიშნავი ურთიერთობა დალაგდება. მინდა დამესვა თქვენთვის რატომ აი, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ აი ამ სახალხო გაერთიანებაზე, ხო? პირველი აი ძალიან მინდა ეს უთხრათ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვინდა გავაკეთოთ გულით და სულით. პირველი ალბათ რა პრობლემებსაც ჩვენ წავაწყდებთ, იქნება როგორც სამართლებრივი კუთხით, ისე დემოგრაფიული კუთხით. მეგა აი პრობლემა მთავარი გადასაჭრელი. რა თქმა უნდა. ხო და აი ამაზე მინდა მოკლედ. დიახ, ესე იგი, ნახეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ ქვეყანაში ისეთ ძალას, რომელიც დაუსვამს ხელისუფლებას და ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწევოს. რა შვები, მიგრაცია ვიცლებით. მანახეთ ერთი წინადადება თქვენი 12 წლის განმავლობაში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ერთი წინადადება. მაჩვენეთ ერთი ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში, რაც არის ტერიტორიული პრობლემა და ასე შემდეგ, ერთი ნაბიჯი არ არის. აბა რას ველოდებით ახლა რუსები ადგებიან და გვიფეშკაშებენ რაიმეს თუ რა. რუსებთან რა პოლიტიკაა? თუ ეს იდიოტიზმი, რომელიც იდიოტიზმია ის რაც რუსეთთან ხდება, რუსების მიმართ საქართველოს აქვს უდიდესი პრეტენზიები, ჩვენ 92 წელს საზიძრად მოგვექცნენ და იმ კიან კიდე, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს მომავალი თუ უნდა ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ დავლაგდეთ მათთან ურთიერთობაში, მეზობლებთან ურთიერთობაში, არც ერთ მეზობელთან საქართველოს კარგი ურთიერთობა არ აქვს. ხო ხედავთ? სომხებმა აბსოლუტურად ნახეს წარწეული ქვეყანა კავკასიაში. საქართველოს როლს ჩვენ შევასრულებთ. ვერ შეასრულებენ მაგენი ქართველები. აზერბაიჯანი ეს ჩამოყალიბებული დღეს უკვე კარგი სახელმწიფო ვერ შეასრულებს საქართველოს როლს კავკასიაში, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ვერასდროს ვერ დაალაგებენ სომხებთან ურთიერთობას და სომხები ვერასდროს და ისე როგორც ჭირდება კავკასიის ერთიანობა და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია. რომ არა ასეთ საცოდავ მდგომარეობაში და ასეთი არასერიოზული პოლიტიკოსების ხელში საქართველოს დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიის უპირველესი, უძლიერესი და გამაერთიანებელი და ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვიქნებოდით. ამიტომ პრობლემებია ამოსავალი, ჩვენი საუბრის ყველა სიტყვა გაჯერებული იქნება იმით, თუ როგორ გაუმჯობესდეს მდგომარეობა. ეს არ არის ვიღაცის ახირება, რაღაც დროს ჩვენი ახირება, მე იმ ასაკში ვარ, როცა არ მჭირდება საჯარო პირად ყოფნაც კი.
ჩემი შესანიშნავი საქმე ვიცი, დავწერ ჩემ წიგნებს და ვიქნები, სანამ ღმერთის წყალობით ვიქნები ამ ქვეყანაზე, მაგრამ მე აქ კი არა ჩემ ოჯახთან ვერ მივდივარ. არონებო ყველა ინსტიტუტი თავდაყირად დგას, ხო ესო ზაცე. ინსტიტუტი დავით არ არსებობს. არ არსებობს. არსებობს ერთი კაცი, დანარჩენი არავინ არ არის. კონსტიტუციიდან გასულები ვართ, ხო? გასულები ვართ აი თქვენ მეც მაგას ვამბობ. არის თუ არა ის პრიორიტეტი, მე პირადად ასე ვთვლი, რომ უნდა აღწევს კონსტიტუციური სამართლიანობა დაიწეროს ბოლოს და ბოლოს ახალი სახალხო ქართული კონსტიტუცია. ბატონ დავით, ნახეთ ჩვენ რასაც ფიქრობთ და ერთ-ერთი მთავარი იყო რომ ჩვენ ალბათ როგორც კი ძალა დავიკრიბებით ძალიან ცნობილ ისტორიულ ადგილზე საქართველოში ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან პარტიას მოვიწვევთ რომ ერთ მაგიდაზე დავჯდეთ და ერთმანეთთან თამაშის წესში შევთანხმდეთ. არის თქვენთვის ეს ქვეყანა ძვირფასი, ეს საქართველო არის, კულტურა არის, ენა არის, ხალხი არის, მაშინ თამაშის წესზე შევთანხმდეთ. როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანები ერთმანეთს ლაძღავდნენ სივრცეში და ამადგან ჩვენ ველოდეთ რომ ესენი სახელმწიფო საქმე ხალხი რომლებიც უზრდელები არიან, უკულტუროები არიან და ერთმანეთის ლანძღვის მეტი არ შეუძლიათ, თქვენ გინდათ სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ, ვერ იქნებიან. ამიტომ ეს არის დიდი შეთანხმება, ლიბერალიც იქნება ამ ქვეყანაში, კონსერვატორიც იქნება, სოციალ-დემოკრატიც იქნება, ლეიბორისტიც, ანარქისტიც, მაგრამ ყველანი იქნებიან ქართული სახელმწიფოს შიგნით. ყველასთვის ქართული სახელმწიფო იქნება ხელუხლებელი, ქართული კულტურა, განვითარებადი კულტურა იქნება ხელუხლებელი, აბა მოდი მაშინ გავეჯიბროთ ერთმანეთს, რაზეა საუბარი. არ იქნება ასე? ჩვენ იმდენად დიდი პრობლემების წინაშე ვართ, რომ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ჩვენ ქვეყანას. ხას უსვამ, იმდენად კარგად ინფორმირებული ვარ, მეტი რო არ შეიძლება. როგორც კი ქართველებს ეროვნულ უმცირესობაში გადაიყვანებენ, ქართველების ისტორია აქ დასრულდება. აი ახლა თქვენ როგორ უყურებთ ვარონებო, ძალიან ბევრი რამე ალბათ შეიძლება ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება ალბათ, რადგან ფუნდამენტურად განსხვავებული მიმართულების შეხედულობის პრეზიდენტი მოვიდა, ვიდრე იყო ბაიდენი. ალბათ ბევრ რამე შეცვლის, ხო? ამათაც მოუწევთ ფორმულების შეცვლა, რომ ორი სქესი არსებობს. ქალი და კაცი ამბიაობს ესენი არ აღიარებენ ამას უყურები საწოდაობით გვეშველა ალბათ უნდა იყო ეკითხებოდნენ და ეგო მაგაზე დღეს რო ჩვენო არა გვაქვს ისე რომ არ ვიციო და ვერ ამას პირველი კლასის ბავშვმა უნდა იცოდეს ეს რომ ორი სქესი არსებობს. ხო და იმდენად არიან აი გარყვნილები და აი თახსირი ის რომ თქვენ და მე რა მაინტერესებს იცით ამაზე ახლა სერიოზული საუბარი არის. აი ტრამპის მოსვლა რაღაცა იდეოლოგიურად და იმათ თუ რაღაცა შეცვლის საქართველოსთან მიმართებაში აი ჩვენ პრინციპში ყველაზე ძალიან გვაინტერესებს როგორ შეიძლება ეს საუკუნის პროექტი გავჭრათ აი აზია-ევროპის ერებთან. ნახეთ ბატონ დავით, ესე იგი აქ ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა დავალაგოთ სიტუაცია. ტრამპი მოვიდა იმიტომ რომ ამერიკის შიგნით იყო უზარმაზარი პრობლემები და იმ ძლიერმა ელიტამ მოიყვანა ტრამპი, იმიტომ რომ მისი ხასიათი და მისი განწყობები მის უკან მდგომი ხალხისთვის მისაღებია, იმიტომ რომ იმ გაფუჭებულ სიტუაციას მხოლოდ ასე თუ გამოასწორებ ადამიანს. გასაგებია რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარს არ იტყვის, ხო სწორია? მაგრამ ისიც გასაგებია რომ რასაც ტრამპი ამბობს, იმის პირდაპირი განხორციელება შეუძლებელია იმის გამო, რომ დღეს სხვა რეალობა არის. ესე იგი ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო და ჩვენ პირველად ჩვენი ისტორიის მანძილზე მოვეკეცით მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში, ამ სახელმწიფოს მეცნიერები ხელისუფლებაში მყოფი რამდენად გონიერი იქნებიან, რამდენად ზუსტად ეცოდინებათ რა ხდება, ტრამპი არ მოდის შენთვის. ტრამპი მოდის ამერიკისთვის. ტრამპი მოდის შეერთებული შტატებისთვის,
ძალიან რთული პრობლემების წინაშე, ძალიან სერიოზული პრობლემები იქნება, პრობლემებია საგარეო საქმეში. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ამერიკის შიგა პროცესებს და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად არის საქმე. არის უკრაინის პრობლემა, არის ახლო აღმოსავლეთის პრობლემა, არის კავკასიის პრობლემა, იმიტომ რომ ის ძალები, რომლებიც დღეს ვთქვათ უკან დახეულები არიან, მაგრამ არ სადაც წასულან, ისინი არ გამქრალან. გუშინდელი გლობალისტები დღეს უბრალოდ იძულებული გახდნენ დაეხიათ უკან. ცხადია, ისინი წინააღმდეგობას გასცემენ, მრავალი სახელმწიფო ამ უახლოესი 1-2 ათეული წლის განმავლობაში დაკარგავს თავის სუვერენიტეტს და არსებობას. ამ დაუნდობელ საგარეო სიტუაციაში მხოლოდ იმის გამო, რომ შენ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში კარ, შენ გეძლება წონა. შენ თუ სწორად იმოქმედებ მთავარ მოთამაშეებში, ლავირება კი არა ქართული. ლავირება არის სიბლახის მაჩვენებელი. ხო, ამიტომ მე შენ მოგელაქუცები, მე იქით მიველაქუცები, მაგ პოლიტიკის 700 წელი იარა საქართველოს და ლამის კისერი მოტყნა. არავითარი ლავირება. არის მეუხრობლობის პოლიტიკა, კაცრად დაყენება ქართული ინტერესისა წინა ხაზზე, იმის დაპირება ამ თავარი მოთამაშეების, რომ ისინი ვერასდროს ვერ მიიმხრობენ საქართველოს მეორის საპირისპიროდ. ჩვენთვის ორივე დამღუპველია. ვიყოთ რუსეთის გვერდით და ვებრძოლოთ ამერიკას და ვიყოთ ამერიკის გვერდით და ვებრძოლოთ რუსეთს. პირობას გაძლევთ. ჩვენი საქმე არ არის მათი დაპირისპირება, ერთმანეთში თვითონ დაალაგდებიან. მეტი გზა რომ არ ექნება, ჩვენ რა გვესაქმება ამდენ, ჩვენ გვესაქმება ამ სახელმწიფოში. ეს სახელმწიფო კი მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობის გამო. ამიტომ ტრამპის ყველა განცხადებას უნდა ყურადღებით დევნება, რუსეთთან ურთიერთობის დევნება უნდა ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერს გადაწყობს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკება და არავითარი სხვა. არავითარი ევროკავშირი ვერანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური არარაობა. შეხედეთ ევროკავშირის ხელმძღვანელებს და შეხედეთ ევროპის მთავარი ქვეყნების დღევანდელ ხელმძღვანელებს. რა დონის ნეოლიბერალური დამპალი იდეოლოგიით გამოთაყვანებული ხალხია. აი მესმის და ძალიან მაინტერესებს ერთი მთავარი კითხვა ვადლონდები. ეს ხალხს აინტერესებს ძალიან. ეს ანაკლის პროექტი, რომელიც ახლა ამერიკასაც უნდა რომ აქ გავლენა კონდეს ამ პროექტში, ჩინეთსაც, რუსეთსაც, ხო? როდესაც კონფლიქტური ზონა არის ჩვენ ვიცით, ხო, ეს აფხაზეთი და ეს სამხრეთ ოსეთი. ასეთ სახელმწიფოში, რომ რისკები არსებობს არასტაბილურობისა, თქვენ როგორ ფიქრობთ? დააიმედებ ქართულ ხალხს, რომ აი ჩადებენ იმ დიდ ფულს თუ რისკზე არ წავლენ. მოდით იმისთვის რომ ეს მოიტანს დაალაგებას ამ კონფლიქტების. მოდით იმისთვის რომ მე სრულყოფილად გიპასუხოთ, რაშია პრობლემა შეერთებული შტატებისა. მოდი ეს დავიწყოთ მე პირველი. შეერთებული შტატებს უნდა გადაჯგუფდეს, იმიტომ მისი განცხადებები ტრამპისგან და ევროკავშირის მიმართ და ნატოს მიმართ დაუნდობელი რო არის. ესენი არასაჭირო სტრუქტურებია. მას უნდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზია წყნარი ოკეანეში გადაჯგუფება, იმიტომ რომ მას უნდა ყველა სატრანსპორტო გზის გაკონტროლება ჩინეთისა, რომ ჩინეთი რა კი არის ექსპორტზე აგებული ქვეყანა. თუ ეს ყველა ტრასა გაკონტროლდა, ჩინეთი მორჩილი უნდა იყოს წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტრასებს გადაუკვეთავს და ჩინეთის ეკონომიკა უმძიმე. მეორე, ესე იგი, გადასვლა კონტროლი. მეორე, კლიმატის ცვლილება ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანე გახადა სანაოსნო და ჩინეთსა და რუსეთს საშუალება ეძლევათ საერთოდ ტრადიციული მაგისტრალების გარეშე ამ ოკეანეები, სუეცის არხი და ასე შემდეგ, უშუალოდ უმოკლესი მანძილი ჰქონდეთ ჩინეთიდან ევროპამდე რუსეთის გავლით. იმიტომაა ტრამპმა გრენლანდია რომ თქვა, გრენლანდია არის ამ გზებზე და იგი ამ ტრასების გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ნახეთ, ანგვანურ რამეს ავხსნი ახლა.
ამერიკის მთავარ ინტერესს გეუბნებით, რუსეთის მთავარ ინტერესი კავკასიაში არის არა მხოლოდ უსაფრთხოება ჩრდილო კავკასიისა და ვოლგისპირეთის, არამედ ტრასებზე კონტროლი, იმიტომ რომ უზარმაზარი კასპიური ნავთობი და გაზი და ასე შემდეგ, ესე იგი ორი რამ. ეხლა ნახეთ, შეერთებულ შტატებს უნდა გააკონტროლოს ჩინური ყველაფერი, დაბლოკოს რუსეთიც ისე რომ კონტროლფეშ ყავდეს და ამ დროს ჩინეთი შემოდის საქართველოში, ანაკლიის სპორტს აგებს და შუა დერეფნის მეშვეობით აწლის ევროპას თავის პროდუქციას, სად არის რუსეთი და სად არის ამერიკა. ამერიკა და რუსეთი გავაგდეთ აქედან, ხო? ეს იმდენად სულელური მოსაზრებებია. ვერანაირი შეერთებული შტატებისა და რუსეთის ბალანსის გარეშე შუა დერეფანი ვერ ამუშავდება. კონფრონტაციულ ზონაში გლობალური მასშტაბის პროექტები არ კეთდება. დააკვირდით, რაზეა საუბარი? მე ძალიან ახლოს ვიცნობ ამ პროექტს, იმიტომ რომ არსებობს შესანიშნავი ქართველი ინჟინერის პროექტი, რომელიც თხოვნითაც მე მიწვეული ვიყავი მასთან, სპარტაკ ერაგიაზეა საუბარი, რომელსაც ყულები დააპროექტა და ააშენა და ასე შემდეგ. მთავრობა მიცოდა ეს პროექტი, მაგრამ ასეთი არასერიოზული მთავრობები სერიოზულ საქმეს როგორ მოკიდებდა ხელს. ამიტომ იყო მე იქ ამერიკელებს მისცეს ვითომ ის ტენდერი სიენამდვილეში. ეს ამერიკელები და ხაზარაძე სპარტაკთან დადიოდნენ კონსულტაციებს, იმიტომ რომ არც პროექტი ჰქონდათ და არც ფული ჰქონდათ. გამიგეთ, არა როგორი არ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ. ვერანაირი შუა დერეფანი ვერ იქნება გლობალური მოთამაშეების შეთანხმების გარეშე. შუა დერეფანი რომ ჩინეთმა საქართველოს მეშვეობით აამუშავოს, რუსეთის ჩრდილოყინულოვანი ტრასა არის 0 და სუეცის ოკეანეებით და სუეცის არხით და ასე შემდეგ გზა არის 0. ამას ვინმე დაუშვებს. ჩვენ როგორ მიამიტურად უყურებთ ყველაფერს, ამიტომ ამერიკელების გარეშე არაფერი არ მოხდება, შეთანხმების გარეშე არაფერი არ მოხდება. ჩვენ კი დღეს არა ვართ ისეთი მყარი სახელმწიფო და ჩვენ არ გვყავს ისეთი სერიოზული ხელისუფლებები, რომ დიდმა მოთამაშეებმა მათ რაიმე სერიოზული, რომ იტყვიან შეთანხმება დაუდონ. დიდი მოთამაშეები განსხვავებული მენტალობის ხალხია. ამ შემთხვევაში გვყავს ჩვენ 3 დიდი მოთამაშე, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი, არის ძალიან სერიოზული სამხრეთის ლიდერი ინდოეთი ქვეყანა და ჩვენ ვართ გაჩხერილი ღირსებით რომ მიდიან ევროპისკენ ამნაირი ხელისუფლების ხელში მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოქცეული. თუ არ მეშინოდეს ხანდახან, აი გეფიცებით, რომ არა ეს შიში სიტყვას არ ამოვიღებ და საჯარო არ გამოვა. ადამიანები არიან საქართველოს ხელისუფლებაში და წარმოდგენა არ აქვთ რა ტოტალური ხასიათის გეოპოლიტიკური ძვრებია მსოფლიოში და ღირსებით მიდიან ევროპაში, რომელიც უნდა შემოიყვანონ სამხრეთ კავკასიაში და ამ დროს ევროპა არაფერს არ წარმოადგენს. პოლიტიკური არარაობა. თავისი თავი რო გაინადგურა იდიოტიზმის გამო და ჩვენ გვინდა სისულელე სხვას ვერ რომ არარაობა შემოიყვანო მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. პოლიტიკური თვალსაზრისით გვაქვს საქმე უაზრობას. ხო, აი ახლა მაშინ ეს კითხვაც მივაბათ, ახლა ახალი ამბავია, აგერ პრემიერმა საუდის არაბეთიდან 6 მილიარდიანი ინვესტიცია შეუერთო. ძალიან რაღაც გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მაინც გამოდის ხვდებოდით თბილისში, ბათუმში და გურიოში რამდენიმე ასეულ ჰექტარზე იგეგმება ესე იგი ინფრასტრუქტურები, ესეთი სტუმროების, კორპუსების და გასართობი ცენტრების, კლუბების გაკეთება, ხო? კარგია კი ინვესტიცია, მაგრამ ბატონო ჩვენაირი მცირე ამ ქვეყანაში თავარი ხო მაინც პრიორიტეტი იქით უნდა იყოს, რომ შენს მიწაზე რაღაცა მრეწველობის კუთხით, ეროვნული მრეწველობის კუთხით რაღაცას აშენებდე და ამის კი არ ყიდიდე იმ მიწას რაღაცა სისულელეებზე, არამედ
თავარი ამოცანა იყოს განავითარო ეროვნული მრეწველობა შენ სამგიწაზე და აი რაღაც გასართობები. ნახეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის და განსაკუთრებით ეკონომიკის სამი, რომელსაც არც არავინ არაფერს არ ეკითხება, ძალიან წყალწყალა მინისტრია, რომელიც ალბათ დაწერილს უწერენ და იმას კითხულობენ. მისმა ლექტორებმა კი მითხრეს, კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ ხასიათზე ეტყობა, რომ ეს არ არის პოლიტიკის შემქმნელი კაცი. დააკვირდით, შედარებას გავაკეთებ. მარ-ა-ლაგოში ტრამპმა ინაუგურაციის წინ ჩაატარა პრეს-კონფერენცია და მთელი ბიზნეს ელიტა ყავდა და მათ შორის გაერთიანებული ემირატებიდან უზარმაზარი ინვესტორი, რომელსაც 20 მილიარდი ჩადო და კიდე გაორმაგებას აპირებს, სად თხოვს ტრამპი ჩადონ ინვესტორებს. ინფორმაციის დამუშავების ცენტრები, მეცნიერებაში, ახალ ტექნოლოგიებში და აქედან უნდათ ამერიკის დაბრუნება თავის დიდების მწვერვალზე. ამერიკა მართლაც ფანტასტიკური ქვეყანაა, თუ არ დაანგრიეს შიგნიდან, იმიტომ რომ მეცნიერება ეს ყველაფერი სულ სხვა დონეზე იყო, ბოლო 30 წელია მაგრად მოენგრათ ყველაფერი და ჩვენი მთავრობა რას ამბობს? ტურიზმი, ფულით წავა თურმე წანისის პარკის მოწყობაში, გასაგებია რა იქნება, კაი გონიო აშენდება სასტუმროები ესენი, რა მერე, კაი ეს ერთჯერადია, პატრონი ეყოლება იმ ყველაფერს, რა დასაქმება იქნება, შენ ხო არ დებ იმაში, რასაც ამერიკელებს უნდათ. შენ ხომ არ დებ ამას განვითარებაში, შენ არ დებ ამას ეკონომიკის რეალურ სექტორში, ხარ ამ დამპალ ტურიზმზე დამჯდარი, დამპალი შეხედულებათა სისტემით და ეს იქნება დიდი სამრეცხაო პროექტები. კიდე გეუბნებით. იქ სადაც ასეთი სამუშაოებია, ეს რადონის გარეცხვა იქნება ფულისა ღმერთმაინცის, რას გაძლევს? კაია პარკი. თქვა იმისა, რომ უპარკობა ჯობია პარკის არსებობაც, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრიორიტეტი რა არის? ბევრი ტურისტი შემოვა, ბევრი ფულები შემოვა და გავვითარდებით, ეს ხო იდიოტის აზროვნება. ამიტომ ეს ინვესტიცია მე არაბებთანაც მისაუბრია, ეს კი არა 95 წელს სამეფო ოჯახის წევრი ჩამოვიყვანეთ ემირატებიდან, მაშინ მე ქუთაისში მუშაობდი, კაცი საკუთარი თვითმფრინავი და მაშინდელმა წამხდარმა ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება პირდაპირ რეისი დაენიშნა, რომ ხშირად ჩამოსულიყო და ინვესტიციები განეხორციელებინ. მეც ვახდი, მასთან ერთად ვიყავი და მთელი 2 დღის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრი, არა ვიღაც ინვესტორი, არამედ სამეფო ოჯახის წევრი, რომელიც მზად იყო 95 წელს ქუთაისში ჩამოფრინდნენ, ჩვენ დავხდით, მაშინ გუბერნატორი ბატონი შაშიაშვილი იყო და მე მაშინ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვიყავი იმერეთ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის. ამიტომ 6 მილიარდი საქართველოს პირობებში სატრაბახო ინვესტიცია არ არის. 60 მილიარდი საქართველოს მთავრობა რომ ვარგოდეს, 60 მილიარდი შემოვა. კიდე უფრო მეტი შემოვა, ყველგან ნამუშევარი ვარ. როტშილდის ფონდის ადვოკატებთანაც კი მიმუშავია. სხვა ევროპულ და ამერიკულ სერიოზულ ჯგუფებთან მიმუშავია. ფულის შემოტანა არ არის 50 და 60 მილიარდი, რომელიც სახეს უცვლის საქართველოს პრობლემა არ არის. შენი პრობლემა არის შენი ხელისუფლება. 6 მილიარდი შეიძლება გაუნათლებელ ხალხს დააბოლო. გამიგეთ არა? აი ახლა პარკი გაშენდება იმაში რა ქვია? წანიში და იგონიო სასტუმროები და კაზინოები და ესენი ბანკები აშენდება და შენი ცხოვრებ კარგად. რასაც არ აკეთებ.
შენ ვერასდროს ვერ იცხოვრებ კარგად. რასაც შენ ცოდნას არავითარებ და შენი შრომით უკეთესად არ ხდი შენ ცხოვრებას, შენ ცხვრის იმედზე ვერ იქნები. ჩვენ ვიდე ეს შევცვალოთ. ქართველ კაცო, მუშაობა შეუძლია, სწავლა შეუძლია, უბრალოდ 32 წელია მოусლის ეს ყველაფერი, ეს უნდა გავარღვიოთ და მე საღი ქართველების იმედი რო არ გქონდეს, მე ჩვენ ამდენს არ ვიშრომებდით და გავავთ ბოლოში აუცილებლად. და ბოლოს ბატონო დებურ ძალიან ლამში კითხავს უპასუხოთ. აიცინა თუ არა საქართველოს უკრაინის ეს დამანგრეველი ბედი და როგორ ფიქრობთ რა მოლოდინი არსებობს თქვენი ანალიზით როდის დასრულდება ეგომი ბოლოს და როგორ დასრულდება უკრაინისთვის აი თუ შეგიძლიათ რომ ამის ანალიზი გააკეთოთ. რა თქმა უნდა მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ სადაც კი შემიძლია მიმიწვდეს და ფიზიკურად და შეერთებული შტატების გონებრივ ცენტრებში იგივე ვთქვათ სხვაგანაც რთულად არის საქმე, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს ბერკეტები არ აქვს ამ ომის შეწყვეტისა. თუ გლობალური შეთანხმება არ მოხდა რუსეთსა და ამერიკას შორის სხვა მხარე არ არის. გლობალური შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას ევრაზიის კონტინენტზე უსაფრთხოების შესახებ. ეკონომიკური ინტერესების ბალანსის შესახებ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გლობალური შეთანხმების მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან შეთანხმება, ხო? ამას ტრამპი უძახის გარიგებას. რუსების დელკა რო ამბობენ, ხო? მე რო გითხრათ სიმართლე დელკა სხვა რამეა, პოლიტიკური შეთანხმება სხვა რამეა. დელკას აკეთებენ ბიზნესმენები, ხო და ჩვენი პოლიტიკური შეთანხმება გვინდა რთული საკითხია, ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს უკრაინას. ჩვენ ავიცილებთ თუ არა, თქმა იმისა რომ საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ასცილდა საფრთხე ჯერ ნაადრევია. აი, როდესაც უკრაინის თემასთან შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდება, უკრაინას არავინ არაფერს არ კითხავს, იქ ლეგიტიმური ხელისუფლება არ არის. სულ გუშინ ვნახე რომ რუსებმა მიანიშნეს რომ არა ზელენსკი და მერე ვისაუბროთ. თვითონ ეს არალეგიტიმური მთავრობაა. არალეგიტიმური ხელისუფლება, ეს ამერიკელებმა შეწყვეტა. ვერ გეტყვით, არ არის მარტივად საქმე და არ ფიქრობ რომ ის ასე მალე დასრულდება და ვერ გეტყვით სამხრეთ კავკასია, იმიტომ რომ ნახეთ სომხეთის აქტიურობა. ნაბიჯები ნატოსკენ, ევროკავშირში მინდაო გაწევრიანებაო, ეს ისეთი სიმღერებია, რომლებიც ჩვენ უკვე გავიარეთ. აქედან არაფერი არ გამოვა, მაგრამ სომხეთს უნდა თავისი მიზნების მიღწევა. მოდი ღიად ვთქვათ, სომხებს უნდა ყარაბაღის კომპენსაცია. დანარჩენს დღეს აღარ ვიტყვი, მეტს. მოგლეთ, მე ძალიან საინტერესო იყო გისმენთ, ძალიან გულისხმობთ ბატონ დემურ, ეს შესანიშნავი კლასიკური ანალიზი წარმოადგენთ, ალბათ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენ სწორედ ამას ვთავაზობთ იმ ახალ დიდ გაერთიანებაში, რომ აი ესეთი ჭკვიანი ანალიტიკოსები უნდა ყავდეს ამ გაერთიანებაში და განათლებული ხალხი, მეცნიერები, რომლებიც ეროვნული იდეით, ეროვნული სახელმწიფოებრივი იდეით დაუპირისპირდება ამ დამპალ მოხატებულ რეჟიმს. 32 წელია ქართული სახელმწიფო გეოპოლიტიკური ინტერესების გამო გადატეხეს ხერხემალში. ჩვენ ვართ კოლოსალური ზარალი, ადამიანური, მატერიალური, თუ ჩვენ სიცოცხლის უნარიანი ხალხი ვართ, კიდე გეუბნებით, ჩვენ ამ კონფრონტაციებს უნდა გადაუაროთ, იმიტომ რომ შეთანხმებული საზოგადოება თუ არ იქნა,
საჯარო სივრცეში ჩვენ რა წესებით თამაშობთ ერთმანეთთან, რა ნორმებით ვექცევით, როგორ ვიქცევით პოლიტიკაში ჩვენ სახელმწიფოს როგორ შეიძლება გახლეჩილი ორი ქვეყანა ერთმანეთს ხელში წდებოდეს და აფურთხებდეს და ამნაირ ხალხს ჰქონდეს სახელმწიფო. ვერ გექნება. გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ხო გონიერი ხალხი ვართ. მე და თქვენ კი არა. საბედნიეროდ კიდე ბევრი ხალხია, ხო სწორია, ვინც ჩვენსავით ფიქრობს. ხო და ამ გაერთიანებას გთავაზობთ ეს ქვეყანა ამ ქვეყნისთვის ვინც გააკეთებს კარგ რაგბის ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებული უნდა გქონდეს. გვაცახელს რა მნიშვნელობა. კი ბატონო. ხო ბევრი მეკითხება სოციალურ ქსელში კი რაც ხოლმე რომ აი 31 მარტს კი გავდაიშვა მანამდე რას საქმიანო რაღაც ხო და საქმიანოდ გეუბნებით რა გვინდა ილუზიები არ იყოს არ იქა პარტია არ იქა მოძრაობა ეს წავიდა ის რაც არ არის ის უნდა გაკეთდეს ფუძე იქნება მომავლისა ქართველთა დიდი გაერთიანება ჩვენ ვიქნებით ქსელი მთელ ქვეყანაში აწყობილი კავშირებით სრულად ჩამოვაყალიბებთ მიზნებს თუ ეს მიზნები არ იქნება განხორციელებული ქვეყნის წინაშე მაშინ დადგება არჩევნები და ეს გაერთიანება ასკაც გარანტირებული ასკერა 2-3 პარტიას ხალხიც მოიძებნება და კიდე მეტი მაგრამ ეს არის მომავლის საკითხი ჯერ პარტიაზე არ ვსაუბრობთ მოძრაობაზე 333 პარტიაა დარეგისტრირებული ეხლა მე და თქვენს არ გაგვიჭირდება ხო ქაღალდის შექმნა და ვის რა ჭირდება არ მინდა ეხლა იმერულად და ქუთაისურად რო თქვა ხო ჩვენ გვჭირდება პირველად ამ ახალ ისტორიაში ნამდვილი გაერთიანება ქართველებისა რომლებიც ამ ქვეყნის მესვეურობაზე აცხადებენ პრეტენზიას ჩვენ თუ არ დავალაგებთ ამ ქვეყანას ეს ქვეყანა არ დალაგდება ვერანაირი გვარი ვინც არ უნდა დამისახელოთ ქვეყანას არა მარტო ვერ დაალაგებს ნებისმიერმა გვარმა დღევანდელ სიტუაციაში ამ მეცნიერების საუკუნეში განათლების საუკუნეში შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამას პროფესიულად თუ არ მოკიდე პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა ხელი ვიქნებით დამდგომარეობები ვიღაცა ეს ვიღაცა ის ვიღაცა ეს და ჭრელა პარტიები რომლებიც დემაგოგიურად გამოკიდებული არიან სხვაზე და ჩვენ ვზივართ და შტერებივით უნდა უყუროთ ამან როდის დაალაგებენ ამ ქვეყანას მაგენი რომ ამ ქვეყანას დაალაგებენ ისე დაალაგდა საქართველოს ყველა დამაწყევარი ეხა ბებიაჩემს დავესწრე წყევლაში ბატონო და ვეთქვი ისე საზოგადოებას რომ მოზადეთ მარტამდე ჩვენ ელექტრონულად მაშინაურად ყველას უკან გავუკავშირდებით ვინც არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კარგი მამულიშვილები ყველას გავუკავშირდებით და ასევე შეგიძლია თავად პირაში დავიკავშირდეთ მეც ბატონ დემურსაც აქ არის ერთი რამ და ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი ყველა ჩვენ საინიციატივო ჯგუფის ერთი რამე მინდა დავით თქვა არ არსებობს ქართველი რომლის შეცვლა ამ საქმეში შეიძლებაოდეს ამ წუთში ყველა სადაც არ უნდა იყოს ჩვენ სოფელში ჩავალთ რაიონში ჩავალთ ყველგან ჩავალთ ყველა კაცი ვინც ამ იდეით შეკრული იქნება არის ამ ერთიანის ნაწილი და მათ ნაგიერ ვერც მე და ვერც თქვენ ვერ გავაკეთებთ საქმეს. ყველა ერთად კი ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ეს ქვეყანა ძალიან ღირსეულად დადგეს ფერზე და ღირსეული საცხოვრებელი ადგილი იყოს ყველასთვის. ვინ გვეთანხმება ჩვენ, ვინ არ გვეთანხმება ჩვენ შევთანხმდეთ საერთო მომავალზე და მე სულაც არ მაინტერესებს თქვენ მე მოგწონვართ ვინმეს თუ არ მოგწონვართ. ვისაც მოწონვართ, დიდი მადლობა. ჩემი დიდი პასუხისგებლობა თქვენს წინაშე, მაგრამ ვისაც არ მოწონან, რა ვქნა ეხლა. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნებ. ბატონო, ღმერთი იყოს აი ამ ჩვენი მფარველი ამ მამულიშვილ წამოწყებაში სრულიად საქართველოს ფარავდეს. ღმერთი შიგ გარეთ ემიგრანტებს ყველას იმედი ნუ არ დაგეკარგოთ, მეგობრებო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აი ეს დიდი მამულიშვილური საქმე განხორციელებული იყოს. მადლობა ხელ მომავალ შეხვედრამდე.